რეცხვის დროა და მე გამოვიყენებ ჩემს საყვარელ ვერნელს, აი ეს იასამნის ძალიან მიყვარს გიჟდები და ეს პირველად ვიყიდე, არ ვიცი, რაღაც ძალიან იაფიანი სარეცხვის საშუალება არის, არც გამიგია არასდროს, მაგრამ მშვენივრად რეცხავს, რავი, ჩვეულებრივად რეცხავს, როგორც რომელიღაცა ტაიდი ან პერსილი მაგალითად. ვერანაირ განსხვავებას მე დიდად ვერ ვამჩნევ. სუნიც კარგი აქვს და აქ მაქვს ტაიდი. ხანდახან მოკლედ ხვნილს ვიყენებ, ხან თხევაც. ხო და ეხლა გამოვიყენებ ალბათ ამ ორს. ჩვენი მანქანა და დავაყენოთ 45 წუთზე. ჩავთოთ. შეგვიძლია წავიდეთ. მე როგორც ხედავთ, უკვე შლოპანცებზე გადავედი. როგორც იქნება, მოვიფიქრე, რომ იმ თბილ მწვანე სახლის ჩუსტებში ძალიან ცხელოდა. და ზაფხული მოვიდა. ჯერ კიდე არ მჯერა. ეხლა უნდა მივალაგო ჩემი კოსმეტიკის მაგიდა. ესე უცებ გაჩვენებთ და კადრს ეგრევე გადავიტან. იმიტომ რომ ძალიან არეულია და გუშინ არ მქონდა მის თავი, ერთი შვილი მქონდა, როდის დავიძინებდი და მოკლედ ესე მივყარე ყველაფერი და ეხლა დაალაგებ. მოქვს აქაც რაღაცებს ვარჩევდი გასარეცხებს და მოკლედ ეს სკამები ყოველთვის ესე შკაფებად იქცევა ნელ-ნელა თუ არ მივხედე. ამიტომ ახლა აქაურობას უცებ მოვაწესრიგებ. დავაფიქსირო. ჩვენ კილო მოკრებლებული უკვე. მანამდე რა გადავიღეთ. კი, ხო, დავიგეთ, მე კი დავაფიქსირე. ხო, აი ეგ არის, მაგით დავაფიქსირე. ხო. მოკლედ, გახდომის რეჟიმი ჭარბია. Mode. დავედით. თვალი როდის გამივლის, რომ თვალზე გავიკეთო მაკიაჟი. გამიარა თითქმის და ცოტა დამჭა გაწიტრება. და მაინც მეშინია ჯერ. წევედით. ჩემი სათვალე გავიკეთო. ტემპერატურა იმატებს. აღაშა. მოგვად გამემკვანი ზაფხული. საერთოდ არ მქონდა შეგრძნება, რომ ზაფხულია. ივნისის პირველი 10 დღე. ეხლა ნელ-ნელა ცოტა რაღაცა დაიწყო ზაფხული მე მგონი. მაინც ისე არ მაქვს შეგრძნება. გადავიკარი. წერან დავამეცდა. გაწვინდა. გამოვაყოლეთ ხინკლები და ხაჭაპურის ხინკალი ჩემი იდეა იყო, იმიტომ რომ ძალიან მომენატრა უკვე დიდი ხანი არ მიჭამია. არ ვიცი ესენი შეჭამენ თუ არა. მე რო ძალიან გემრიელად მივირთ, მე გვიცი. აი ესეთი ძალიან გემრიელი ხინკალი. სასწრაფოდ უნდა ჭამოთ სანამ ცხელია და ბავშვებს ხაჭაპური უყიდეთ. თუ ვინმე ხინკალს არ შეჭამს,
ხაჭაპურიც იყოს. როგორც ხედავთ, გამოიდარა დღეს წვიმდა დიდით. მე ვფიქრე რომ წვიმიანია მინდა იქნება თქო, მაგრამ გამოიდარა. ამიტომ ახლა საერთოდ გავფინოთ, რადგანაც გაბრეცხე. ამინდი იცვლება ნელ-ნელა, იმედია რომ ჩემი სარეცხი მოასწრებს გაშვებას. მოკლედ, რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი ჩემს სავარჯიშოებზე. თან დღეს ხინკალი ვჭამე და ამოვაგდო ხინკლები. $12,000 ნაბიჯი გავიარე უკვე. ცოტას ვივარჯიშებ და წავა. მოსწორეთ ლაშას ველოდები, მე კი მეზარება ვქართ. შევარჯიშებს ხოლმე და მეც ფეხებს ვატრიალებ. როგორც შემიძლი. მოკლედ ხალხი საბირჟაოთ მოდის სავარჯიშოებზე. ესე რომ ჯდებიან და უბრალოდ სკროლავენ და შენ და ელოდო. როდის ადგება და მორჩება სკროლას, რომ ივარჯიშო. ეგრა წესია ვერ გავიგე. ასად მეტად დასაჯდომი მიწოდი. ხო, იმდენი სკამია გარშემო, ყველგან სკამებია, მაინც აქ უნდათ დაჯდომა. ზიან სავარჯიშოზე სკროლავენ. და ბავშვების თემა ხო ცალკე. პატარები რომ ვარჯიშობენ თავისი ჭკუით. 3 წლის ბავშვები. შემოსკუპლები. დედამისიარი მოსული და ზიის. აიყვანო საქანელაზე იკატავეს, მაგრამ აქ არის და რაღაც ხონდა გააკეთეს ბავშვი. დედა ზის და ბავშვი ზის, ვითომ ვარჯიშობს. და ვისაც მართლა ვარჯიში უნდა, ის დგას და ელოდება. და არ ვიცი რა. მე მაგალითად როცა აღარ მინდა ხოლმე ვარჯიში და ლაშა კიდე ვარჯიშობს, ვცდილობ რომ წავიდე სკამზე დავჯდე ან გავისეირნო და ისე დაველოდო, აქ არ ვჯდები ხოლმე. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას მოუნდეს ახლა. და მოერიდეს, თქვათ რომ მითხრას რომ ვარჯიში მინდა და დამსვი. რა ვიცი. აღარ გააკეთოთ ეგრეთ ვინმე აკეთებთ. დღეს რა ლამაზიც არის. ვარდისფერი ნახე. აქეთ ჩვეულებრივი და აქეთ ნახე რა სილამაზე. ველება ბამბის ნაყინი. ხო, ვარდისფერი ბამბის ნაყინი. ექსი მაგას მოხსნა. ეკიე ცისფერი ბამბის ნაყინი. ამცის ფონზე. აი ესეთი ლამაზი საღამოა დღეს. თან სარეცხს ხსნი. ავა. მაგრამ ყავს გაგიკეთებ. ისე რომ დღეს მოკლედ ცოტა გვიან მიწევს ვიდეოს დამონტაჟება, მაგრამ არა უშუალოდ საღამოს მაინც თუ დავდებ, ხოლ დილით დაგხვდებათ ვიდეო. ასე რომ მოვიდა ვიდეოს გაკეთების დროც, მეგობრებო. მარიტამ თავის ხელით მომარხა ესეთი გემრიელობა, ჩემი საყვარელი და ესენი იქეთ გადადე რა. ბევრი თხილები აქვს ამ შოკოლადს, თუ გახსოვთ ძალიან მიყვარს. ბარამბოს შოკოლადი, რომელიც აქციაში იყო ლიბრეში და დღეს ვიყიდე, მაგრამ თხილები ჩემთვის მაინც ყოველთვის ცოტაა, ამიტომ აი ესეც დამიმატა მარიტამ და გამიკეთა ძალიან დარწმუნებული ვარ, ძალიან გემრიელი
ყავა. ვარდისფერი ღობელი ნელ-ნელა კრება. Ძალიან გემრიელია.